ილია თოფურიამ კიდევ ერთხელ მკაცრად ისაუბრა ისლამს და რაღაც თქვა, რომ წაგების შემთხვევაში ფერმაში დაბრუნება მოუწევს. Როგორ ფიქრობ, UFC-მ უნდა გააძლიეროს უსაფრთხოების ზომები ყატარში გამართული ბრძოლისთვის, რათა ყველაფერი წესრიგში იყოს. მენი პაკიაო მერთხელ თქვა, ნებისმიერი ადამიანი, განსაკუთრებით სპორტსმენი, ვინც თავს სხვაზე მაღლა დააყენებს, ან დამცინავად მოექცევა, სწორედ ის იქნება, ვინც დაეცემა. ასეთი ლამაზი სიტყვები თქვა მან. ვიცით, აცებობს სხვა რამ, რითიც მათ შეგვიძლია მასწევ ვთქვათ, რომ თუ წააგებს, შეუძლია მაღაზიაში დაბრუნდეს და ტანსაცმლის გაყიდვა დაიწყოს, ან რასაც აკეთებდა. მაგრამ ჩემპიონია თუ არა ისლამი, მას უკვე აქვს ფერმა და ის დაკავებულია ფერმერული საქმეებით. ეს ბრძოლასთან არაფერ კავშირშია, უბრალოდ მისი საყვარელი საქმიანობაა, რაღაც განსხვავებული, რასაც ის აკეთებს. ასე რომ, შეგვიძლია ჩვენც ვთქვათ მსგავსი ფრაზები, მაგრამ ჩვენ ამ დონეზე არასდროს დავეცემით.